ნასტია, რატომ დამაძალე, რომ ამათთან ერთად წავსულიყავით სკოლაში? მაგიარე, რომ მათთან ერთად სიარული უფრო სახალისოა. ძალიან საინტერესოა ტელეფონს რატომ არ პასუხობენ. შენ კარზე ეკაკუნებ, ისინი არ აღებენ. მოიცადე ლეილა. დიანა, იანა, გააღეთ კარი. ნასტია, კარი ღია. ხო, ლეილა, ღია, ახლა შევიდეთ. მოიცადე ნასტია, არა, სხვის სახლში არ შევალ. ლეილა, რას გულისხმობს სხვის სახლში? ეს ხომ დიანას სახლია და იანაც აქ არის. შევიდეთ, ოღონდ ჩქარა. ნასტია, მოიცადე, ისინი რომ არ იყვნენ, რას ნიშნავს არ იყვნენ? იქ არიან და ძინავთ ალბათ. შევიდეთ, ლეილა. ხო, კარგი, შევიდეთ. იანა, დიანა, სად ხართ? ნასტია, იქნებ უკვე წავიდნენ სკოლაში და უბრალოდ ღია იყო კარი. არ წასულან არსა, დიანას ოთახში არიან და უბრალოდ ძინავთ ალბათ. აუ, ნასტია, მე აქ დაგელოდები, არა მოვალ. რას ნიშნავს აქ დამელოდები? ლეილა, მეგობრის სახლში ხარ, ამიტომ წავედით ახლა. კარგი, მაგრამ რამე ცუდი თუ მოხდა, იცოდე შენი იდეა იყო შემოსვლა. ნასტია, ვერ ხვდები? სრული სიჩუმეა, არავინ არ არის ამ სახლში. ლეილა, დამშვიდდი, უბრალოდ ძინავთ. გინდა? არა, არ მინდა და ნუეხები ყველაფერს. კარგი? და ნასტია, ნუეხები ყველაფერს, თორემ შენი თითის ანაბეჭდს სტოვებ. ლეილა, კარგად ხარ? არ მეგონა ასეთი ლაჩარი თუ იყავი. ლაჩარი არ ვარ, უბრალოდ ფრთხილად ვარ. ვა, ლეილა, შეხედე რა წერია. არიცი, შემდეგ რა გააკეთო? თუ სხვის სახლში ხარ, სიყვარულს იპოვი. ხედავ? კარგი რა, ნასტია, არ მითხრა რომ მართლა გჯერა. კარგი, ლეილა, წამომოძებნო დიანამ. მოიცადე ნასტია, მეშინია, მგონი რაღაც ცუდი შემთხვევით. ღმერთო, ლეილა, დამშვიდდი. აჰა, ლეილა, ხედავ, ძინავთ. და მე კიდე მეგონა რომ რაღაც მოხდა. გოგოებო, კარგად ხართ? რატომ გძინავთ? ადეკით ჩქარა, გოგოებო, დიანა, შენ კაპიტანი ხარ, ახლავე უნდა ადგე, დღეს მნიშვნელოვანი ვარჯიში გვაქვს და შენ გძინავს. დედა, შეგიძლია ტოსტი გამიკეთო? დიანა, დედა შენი კი არა, ლეილა და ნასტია არიან. რა? გოგოებო, აქ რას აკეთებთ? ჩვენ რას ვაკეთებთ აქ? თქვენთვის მოვედით, მძინარემზე თუ ნახავებო, ვიდექით 9 საათი. გელოდებოდით, ხო, თან შემეშინდა ღია კარში, რატომ გძინავთ? მეთქი რამე დაემართათ თქო. რას ნიშნავს ღია კარში? გუშინ ჩავკეტეთ. გოგოებო, ამ ფორმებით ვარჯიშობთ და მერე გძინავთ. და მერე ესენი იძახიან, რომ ჩვენ ვართ მოუწესრიგებლები. კარგით, გოგოებო, მომისმინეთ, გუშინ დიდხანს გვეღვიძა, ფილმებს უყურებდით და ჩაგვეძინა, თორე ისე პიჟამაში გძინავს. დიანა, კალათბურთელებს უნდა გავეღვიძებინეთ. მაგათაც ჩაეძინათ? ჯანდაბა დამავიწყდა, უნდა გავაღვიძოთ. მოიცადეთ, გოგოებო, აქ კალათბურთელები ყავთ? და კიდე ვინ არის აქ? ფეხბურთელებიც ხომ არ არიან შემთხვევით? გოგოებო, დამშვიდდით, კალათბურთელები უბრალოდ მეხმარებოდნენ ოთახის შეღებვაში. ხო და ჩაგვეძინა. ვაიმე, ნასტია, დიანასგან გაოცებული ვარ. მე კიდე იანასგან. ხო, მეგობრები გახდნენ და ახლა აღარაფერი ადარდებთ. ზუსტად, ლეილა, წავიდეთ. არა, ბროვასტი, ნორმალური ხარ, აქ რომ გძინავს? გაოცებული ვარ, სმაილ, ვიცი რომ მანდ ხარ ბროვასთან ერთად. ადეკით ახლავე. გოგოებო, მეშინია, არ მოძრაობენ. რა თქმა უნდა, არ მოძრაობენ, ძინავთ. ბიჭებო, ადეკით ახლავე. ეს უნდა გადავიღო კალათბურთელები დილით. 1, 2, იმედია პიჟამა აცვიათ. 3. რა? გოგოებო, თქვენი კალათბურთელები არ არიან აქ, გაგექცნენ. ჯანდაბა, ვიდეო ჩაფლავდა, მაგრამ არ აუშავს, შემდეგში გამოვა. იანა, სად წავიდნენ? კარგი, დიანა, დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე და ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, თუ ბურთები აქ არის, ესე იგი სკოლაში არ არიან. იანა, შეიძლება ყველგან იყვნენ თან ყველასთან ერთად, არ ვიცით. ხო, მაგალითად პაემანზე. რა პაემანი თქვი? რა პაემანი? ახლავე ვიპოვით მათ, შენი ოთახი ხო უნდა შეეღებათ, ხო და წამოდი. ხო, უნდა ვიპოვოთ. კალათბურთელებო! კარგით, გოგოებო, დამშვიდით, აქ არ არიან. ხო, კარგი, სკოლაში წავიდეთ და იქ მოვძებნოთ. ვაიმე, იანა, კბილები უნდა გავიხეხოთ. მოდი ჯერ ისინი ვიპოვოთ, ვინც არ გაგვაღვიძეს, დებილები, კარგი? სანამ თქვენ კალათბურთელებს ეძებთ, მე სენდვიჩს გავიკეთებ, კარგი? კარგი, ნასტია. ოღონდ ნასტია მთლიანი სოსისის ჭამა არ შეიძლება. ხო, ნასტია, სხვის სახლში ვართ. ლეილა, გეყოფა რა? სულ მოვდივართ აქ და სულ ჭამთ სენდვიჩებს. მოდი აქ. კარგი, ნასტია, მეც გამიკეთე, ოღონდ ბევრი სოსისი და ცოტა პური.
დიანა, რა ცუდია რომ კბილები არ გავიხეხეთ. იანა, ვიპოვით ახლავე და გავიხეხავთ. იანა, ამორს შეხედე. ვინმე ამიხსნის ახლა ზუსტად რას ვუყურებ? არ ვიცი დიანა, კალათბურთელებო, რატო არ გაგვაღვიძეს სკოლისთვის? ეს არ არის ნორმალური. ვა, დიანა, გამარჯობა. ძალიან ტკბილად გეძინა და არ გვინდოდა გაგვეღვიძებინე. ამოდი შენც ბატულზე და ერთად გავფრინდეთ. სმაილ, ხუმრობ, ახლა არ მომიყვანო მან დიცოდე. კარგი ხო, გამოვალთ. გოგოებო, ისე საუზმე მოამზადეთ. საუზმე? ჩემი ოთახი არ შეგიღებავთ. ჯერ უნდა იმუშაოთ. რა გაყვირებთ, ყველაფერს შევღებავთ. ისე ლეილამ და ნასიამ როგორ ვერ დაგინახეს სახლში რომ შემოვიდნენ. ხო, სადმე იყავით? არა დიანა, ეს მე არ მინდოდა, მას უნდოდა მეზობლების სანახავად წავედით ლეილას და მილას და მათ საუზმე გვაჯამის. ხო, ორი ტყუპი გოგო ცხოვრობს თქვენ გვერდით, იცნობთ საერთოდ. აჰა, ესე იგი საუზმე. იმ ტყუპებთან იყავით, არა? მიდით მაშინ და იმათმა გაჭამონ ყველაფერი. ახლავე წამოდით და გაემზადეთ სკოლისთვის, არანაირი საუზმე. ბრაუს, მგონი არ დავქორწინდებ, ხო, არც მე. 16 წლის და უკვე ყვირია. ხო და მე რა იქნება? დაგიჭირეს არა? სირცხვილია. ესენიც იგივე არიან, მარტო დავკვდოვეთ. გოგოებო, ეს ბიჭები ძალიან დამღლელები არიან. იცით სად ვიპოვეთ? ბატუტზე. და კიდე იცით სად იყვნენ დღეს? ტყუპებთან ქუჩის გადაღმა. ხო, თან უსაუზმიათ. ხო, არა, ახლა გასაგებია რატომაც არ გაგაღვიძეს. გითხარით გაემზადეთ თქო. და ახლა ღებია მათი ოთახი. კიდე დამელაპარაკება ასე და ოთახს თვითონ შეღებავს. მომისმინე სმაილ, მოდი მათზე შური ვიძიოთ. ბრაუს, შურის ძიება სახიფათოა, მერე შეიძლება არ გვაპატიო. დავიღალე ამ ყველაფრით. მარიუსა, მეც. ხომ გითხარით, უნდა იმოქმედოთ. შეგიძლია მეც გამიყო, კი რა თქმა უნდა. გოგოებო, რას განიხილავთ? რას განვიხილავთ? რას და განვიხილავთ, რამდენად დავიღალეთ ამ ჩირილდერებით და კალათბურთელებით. სულ დადიან ჩაცმულები, ფართებს აწყობენ. ხო, თან ჩვენ ბიჭებიც აღარ ყავს. ძალიან მოვიწყინეთ. ხო, სკოლა სახლის სკოლა. გაკვეთილები. ისინი კიდე ერთობიან. გოგოებო, ეგ თქვენი პრობლემაა, ვერსად თუ ვერ ერთობით. მარუსა, შენ ძალიან დიდი სახლი გაქვს, წვეულებას რატო არ აწყობ? ან შენ, ჯული? მისმინე არტემ, ასეთი ჭკვიანი ხარ? შენ თვითონ რატო არ აწყობ ფართებს შენ სახლში, ჰა? ერთხელ მაინც დაგპატიჟოს ვინმე მშვენ. ჩვენი მშობლები არ გვაძლევენ უფლებას, თქვენი საქციელის გამო. ხო, თქვენ თებშებს ტეხავთ და შემდეგ მათ სივარით ცარიელია. მეგობრებო, მე მაგ იდეას არ შეიძლება გავერთოთ, მაგრამ ცოტა სახიფათოა მათთან ლაპარაკი. კოსტა, რაზე ამბობ, შენ სახლში? არა, დიმა, არ შემიძლია, მამა ჩემის მეშინია. მიდით ბიჭებო, მეტი გითხარით. ჩვენ არაფერს არ გეტყვით, ჩვენი პირი დაკეტილია. მეგობრებო, გაიგონეთ, კოსტა წვეულებას აწყობს და ამას რატო უსმენ? უბრალოდ ტრაბახობს. კოსტა ისეთი ტიპი არაა, რომ სადმე გასართობი გააკეთოს, ასე არასდროს იქცევა. არტემ, მე არ ვერთობი, უბრალოდ შენ არ ყოფილხარ არც ერთ ჩემ წვეულებაზე. თუ პირობას დადებ, რომ პირს გააჩუმებ, გეტყვი, სადაც შეიძლება გაერთოთ. კოსტა, რატო იტყუები? ფართის ვერსად ვერ მოაწყობ. კოსტა, გითხარით, ხო, არავის არ ვეტყვით. ჩუმად, წვეულება გინდათ? ხო, რავი, გვინდა და შენ რას გვირჩევ? დიანა დეიდამისთან გადავიდა და ახლა მისი სახლი ცარიელია. ჯანდაბა კოსტა, დაფიქრდი საერთოდ რას ამბობ? ჩემი აზრით ეს სწორია და საერთოდ რა დაგჭირდება ამისთვის? უბრალოდ გასაღებები. კარგი, მაშინ დღეს დიანასგან გასაღები უნდა ავიღოთ. ხო, დიანასთან მივალ და ვეთყვი გასაღები მომეცი. ხო, პატრიკ, მე კიდე გეტყვის. პატრიკ, აი გასაღებები, მიდი გაერთეთ. ესე იგი ვინაა ჩემთან? ყველა. და მე, ეს კარგია, მაგრამ გასაღები გვჭირდება. ვინა მზად რო გასაღები აიღოს? დიანა ატარებს მას ყოველდღე ჩანთაში. არა, კოსტია, შენი იდეა შენ აიღე. გინდათ რომ წვეულებაზე წავიდეთ თუ არა? გვინდა. კარგით, იდეა მე მოვიფიქრე. ამიტომ გასაღები რომელმე უნდა აიღო. არა, მე არ ავიღე. ხო, არც მე და არც მე. მარიუსა, მიდი რა, შენ ხომ უშიშარი ხარ? ჯული, რას აკეთებ, რატომ აძალებ? მოკლედ გადაწყდა, ფართი გაუქმებულია, ყველას ეშინია აღება გასაღების. ჯიჯი. რა ჯიჯი, რატომ იყურებთ ეგრე? ყოველთვის ჯიჯი. ჯიჯი, არ შეგეშინდეს, თაგვივით პატარა ხარ, ეს გამოგივა. ხო, ჩვენ ზედმეტად დიდები ვართ, შეგვამჩნევენ. არა. ჯიჯი, სერიოზულად, გავერთობოდით. კარგი, დამარწმუნეთ, ოღონდ ვერ დაგპირდებით ეგრევე. ვა, რა ცარიელია სკოლა, ყველა კლასშია. ბიჭებო, თქვენ გამოა რომ ასე დავაგვიანეთ და მეოთხე გაკვეთილზე მოვედით, ვინმე თუ დაგვინახავს მოგვალავ. კარგი, ჩქარა გავიაროთ დარბაზი, სანამ დაგვინახავენ. დროზე რომ ვერავინ დაგვინახოს, მიდით. ხო, ზოგს ჩაეძინა, ზოგი მეზობლებთან დადის. გოგოებო, არა, მართლა წადით დარბაზში, თორე ჩვენ დაგვინახავენ და მოვკვდებით. ხო, ვეთანხმები, წავედით. ბავშვებო, ვინ წამოვა ჩემთან ერთად?
ჯიჯი მარტო ხო და ჩვენ გიყარაულებთ ბავშვებო რას გულისხმობთ კარგი რა ჯიჯი შეგიძლია მიდი ბავშვებო მეშინი ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია ჯიჯი მიდი შეგიძლია ხო ჯიჯი მოდი ნელიცა გვავიცეკოთ აქ ხო კარგი yes კარგით გოგოებო გასახდელში წადით ხო ჩვენ ახალი ფორმა უნდა ჩავიცოთ კარგით ბიჭებო მიდით მოგვიანებით გნახავთ იანა კარგად ბროვასტი წადი მეზობლს დაუქნიე შენ ხელი ოჩაღიანა მწვრთნელი არ მოსულა რა თქმა უნდა არა უკვე დამთავრებული უნდა გქონდეს ვარჯიში ხო მართალია არ მჯერა რომ სკოლაში მეოთხე გაკვეთილამდე არ მოვედით და ჩაგვეძინა გოგოებო რაც კალთბურთელებთან ერთად ხართ სულ პრობლემები გაქვთ ხან ეს ხან ის ხან ჩაგეძინათ ნასტია ეგ შენი საქმე არ არის დიანა დავიწყოთ ვარჯიში ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ ჯიჯი მიდი გოგოებო მეშინია ჯიჯი შეგიძლია მოიცადეთ გოგოებო იქნებ ვინმე გამომყვეს არა მიდი და რა ვუთხრა მორჩა აღარ ილაპარაკ უბრალოდ გასაღებები აიღე და ეგა ჯიჯი ჩვენ წვეულებას ველოდებით მიდი ჯიჯი შენ ეს შეგიძლია კარგით ბავშვებო შევდივართ თუ ჩირილდერებმა არ გამომაგდეს იქიდან მაგრები ვართ ჯიჯი რა ხდება თუ შეიძლება რომ გახვიდე ვარჯიშობთ აქ არა გოგოებო თქვენთან არ ვარ მწვრთნელმა მითხრა რომ მომეტანა ხალიჩა კარგი ჯიჯი უცბად აიღე და შეგიძლია გახვიდე ხო თორემ აქ ვიღაცები დადიან და ჩვენ საიდუმლოებებს ისმენენ ვერაფერს ვერ ხედავ არაფერი არ ვიცი 1 2 3 უი პომპომი ჩამოვარდა აბა თქვენ იცით 7 8 აბა ჯიჯი ახ არ გამოუვიდა ნახე როგორ კანკალებს მოკლედ რა ჯიჯის არ უნდა ენდო არა უბრალოდ მისი მტერი არ უნდა გახდე ანუ კარგად არ მიცნობთ ჯიჯი ჩვენი განძი ხარ როდის არის ფართი შენ გელოდებით რა თქმა უნდა მე ვარ აქ უფროსი არა გოგოებო ზედმეტები მოსდით უკვე შეურაცხყოფას გვაყენებენ რა გავაკეთოთ ხო მაგრამ დიანა რას ვიზამთ ვერაფერს მოუხერხებთ რამე უნდა მოვუხერხოთ უნდა შევარცხვინოთ და მერე გაჩერდებიან მისმინეთ გოგოებო რამე უნდა მოვიფიქროთ თან ძალიან მალე ვერ მივცემთ უფლებას რომ რეპუტაცია გაგვინადგურონ დიანა რას გვთავაზობ ერთ სიტყვას ეტყვი და 10 დაგიბრუნებენ გაუსაძლისები არიან გოგოებო რამე ისეთი უნდა გავაკეთოთ რასაც ისინი ვერასდროს მიაღწევენ დიანა საერთოდ არაფერს გაკეთება იციან მთელი დღე წვანან და არაფერს აკეთებენ ხო ლუზერები არანაირ კლუბებს არ ესწრებიან არც სპორტს მიყვებიან გოგოებო მე მგონი მოვიფიქრე ათლეტურები არ არიან ხო და სპორტი არასდროს უთამაშიათ ამიტომ მომივიდა ეს იდეა დიანა რა იდეაა გოგოებო იოგა დიანა იოგა ჩვენც არ შეგვიძლია როგორ არ შეგვიძლია ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია იმათ არ შეუძლიათ ხო გოგოებო და ამით შევარცხვენთ მაგრამ იოგა ჩვენით უნდა გავაკეთოთ ჩვენით რატო უნდა გავაკეთოთ კალთბურთელები ყავს და იმათმა თავიანთ ბიჭებთან გააკეთონ დიანა სახალისოა ხო უნდა მოვუგოთ გოგოებო ისინი ვერაფერს გააკეთებენ ნასტია რადგან ჩვენ შეყვარებულები არ ყავს შენთან ვიქნები როგორც ყოველთვის ნასტია ყველაფერი გამოგვივა და მიჯერე ძალიან მოქნილი ვარ კარგით გოგოებო ახლა წავიდეთ და კალთბურთელები დავარწმუნოთ რომ გააკეთონ ეს აბა ერთი ეცადონ არ გაკეთება აქ რაღაც ძალიან ყარს ხო ფეხბურთელების მერე სულას ეყარს ვარჯიშებზე ასეც რას აკეთებენ არაფერს არ აკეთებენ ალბათ უბრალოდ ფორმას არ ეცხავენ ფუ ბროვასტი რა ფორმა გარეცხე გამარჯობა გოგოებო და ეგრევე ბრაუსი რატო ეს ფეხბურთელების გამოყარს კარგით ბიჭებო ყველაფერი ფეხბურთელებს არ უნდა გადააბრალოთ უბრალოდ უნდა გარეცხოთ თქვენი ფორმები ჩვენ ფორმებს ყოველთვის ვრეცხავთ და ისე აქ რა გინდათ ჩვენ გასახდელში რა დაგავიწყდათ კარგი ჯერ უნდა დაგვპირდეთ რომ დაგთანხმდებით კარგი გეთანხმებით ძალიან კარგი მოკლედ იმათ უნდა მოვუგოთ საშინელება ძალიან საშინელება გოგოებო ეს არაა საინტერესო სალაპარაკო გვეგონა რესტორანში ან სადმე გვპატიჟებდით ხო ან კლუბში მივდიოდით რო გვეცეგვა და მიჯერეთ ბიჭებო არ ინანებთ ხო თქვენთან ერთად იოგას გავაკეთებთ კარგი თანახმოვართ ძალიან კარგი ახლა უნდა გავხურდეთ ხო იმ ლუზერებსაც დავუძახოთ აბა უარი გვითხრან ვა წყვილების იოგა მაგარი ხო ყველას ვაჩვენოთ როგორი ელასტიურები ვართ
მარიუსა დღეს ძალიან გემრიელი პელმენი ვჭამე ალუბლით. ჯანდაბა ჯული, ნუ გვეუბნები, ყველას გქვია. გოგოებო, SMS-ი მოვიდა ჩირლდერებისგან. ვა, რაღაც მესიჯი მომივიდა. მეც მივიღე, ხო, მეც. რაო, რას წერენ? საერთოდ კარგად არიან? არა, რაღაცას გვთავაზობენ. იოგა? ბიჭებო, ძალიან მაგარია. მეგობრებო, მე ვერ წამოვალ, მე წვილი არ მყო, ვერ ხვდებით ახლა იოგაზე რატო დაგვიძახეს. მაშინ რო შევარცხუნეთ ისინი. ხო, ალბათ ჩვენზე შურის ძიება უნდათ. იოგა ჩემი რაღაც არ არის. ბიჭებო, რას აკეთებთ? არ გესმით, თუ არ წავალთ, დაგვრცინებენ. ხო, ზუსტადაც ეგ უნდათ. ხო, იფიქრებენ რომ გვეშინია. მეგობრებო, იცით რა, მგონი უნდა დავთანხმდეთ. ეს ჩილდერები უკვე დიდი ხანია მაღიზიანებენ, განსაკუთრებით დიანა და დიანა. მე და კოსტა კარგ გაკვეთილს ვაჩვენებთ. იცი რა, პატრიკ, მოდი აქ ვაჩვენოთ რისი გაკეთება შეგვიძლია. ჯიჯი, მართლა შეგიძლია რამის გაკეთება? აბა რა, შემომხედე, უყურე, ნახე რა განსხვავებულია. კარგი, მე არ ვიცი, ჯი, იოგა მხოლოდ ლოტუსი არ არის. ხო, იოგაში ძალიან ბევრი პოზაა. აი გაჩვენე. მოკლედ, ბავშვებო, აუცილებლად მოვუგებთ. ხო, მიწასთან გავასწორებთ. ხო, ჯიჯი, წამოდი, გავაკეთოთ. ხო, მოვდივარ. ბავშვებო, ცოტა ვღელავ, კიდე არ მოუწერიათ პასუხი. კარგით, მესიჯი ალბათ უკვე დიდი ხანია მიუვიდათ. დიანა, არ ინერვიულო, თუ არ მოვლენ, ჩავალთ და ჩვენი ხელით ამოვაცრევთ აქ, ხო? გოგოებო, დამშვიდდით, მოვლენ. იმიტომ რომ იციან რომ თუ არ მოვლენ, ჩვენ ვიფიქრებთ რომ ისინი არიან ვინ? ლუზერები. აბა, არ გველოდით. ვა, მოხვედით, გვიხარია რომ ხედავთ. მოგესალმებით. არ გვეგონა რომ ასეთი მამაცები იყავით. დღეს იოგას გავაკეთებთ. იოგა. მეგობრებო, ჩვენ თქვენი იოგის საერთოდ არ გვეშინია. ხო, დღეს ალუბლიანი პელმენი ვჭამე და არ მეშინია იოგასი. პატრიკ, მზად ხარ? მე ყოველთვის მზად ვარ. მოდი აქ. კარგით, ბავშვებო, რადგან ჩვენ ჩირლდერები ვართ და კალათბურთელები, ჩვენ გაჩვენებთ რა უნდა გააკეთოთ და თქვენ გამეორება მოგიწევთ და ვინც ვერ გააკეთებს, იქნება ლუზერი. მზად ვართ. ჩვენ გაჩვენებთ იოგას. ჩემი პელმენები გადამარჩენენ. კარგით, პირველი უნდა გაიმეოროთ, ადვილით დავიწყებთ. ბავშვებო, ნახეთ რას გვანან, ესენი რანაირად მოგვიგებენ. ყურადღებით. იანა, მოდი მალე, თორე რთულია ასე. მოითმინე, უნდა დავამარცხოთ. ნასტია, იცოდე, ზურგი არ მომატეხო, მძიმე ხარ. ლეილა, დაწყნარდი, ბუმბულივით მსუბუქი ვარ. ვა, მათ გამოუვიდათ. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენს გავაკეთებთ. კარგი, ჩვენ გავაკეთეთ, ახლა თქვენი ჯერია. ჩვენ ამას შევძლებთ, მარიუსა და არტემი. არტემ, ხელი მომე? ხო, ჩვენ დაგამარცხებთ. ჯიჯი და პატრიკიც. დიმა, ამას შევძლებთ, ხო, მარტივი, მაშინ წამოდი. აბა ბავშვებო, წარმატებებს გისურვებ. ხო, მიდით აბა. პროვასტი აუცილებლად ჩაფლავდებიან. ნასტია, უკვე ცუდად გრძნობ თავს მათ გამო, შეხედე, ესენი და იოგა. არტემ, იცოდე, იმედები არ გამიცრუო. მე იმედს არ გაგიცრუებ. არტემ, მთავარია რომ ნიკა პიაციო. ჯული, მე ყველაფერს გავაკეთებ. იმედია. ჯიჯი, მიდი, ჩქარააძვე. კარგი, პატრიკ. იანა, ნახე, ერთ-ერთი წყვილი უკვე ჩაფლავდა. ხო, დაარტყი. ნასტია, საშინელებაა. დიმა, მიდი, ლამაზად გააკეთე. ყოსტა, ყველაფერი კარგად იქნება. გესმის, პატრიკ, შენი ბრალია რომ დავეცით. ჯიჯი, ეს შენი ბრალი იყო. ხელები ზურგზე არასწორად ამატე. მე ყველაფერი სწორად გავაკეთე, შენი ბრალია. არ არის მართალი. გაჩერდით, კამათი არ არის საჭირო. 4 წვილიდან 3 გააკეთა. ყოჩახ, ამიტომ ახლა შემდეგი. არტემ, მეორესაც გავაკეთებთ, ყოჩახ. არტემ, ვამაყობ შენით. დიმა, ნახავ ახლა რასაც გავუკეთე, რა თქმა უნდა, გამოგვივა. კარგით, შემდეგი არის სირაქლემა. არტემ, ძალიან ადვილია, მე დაგიჭერ. ყოჩაღ მარუსა. არტემ, იმედია არ ჩავფლავდები. კეფიცები არ ვიზავ. აბა რა მე არასწორად გააკეთე. დიმა, ამას გავაკეთებ. ხო, აბა, სულ ესაა.
ბავშვებო, ეგ სირაქლემა არ არის. ეგ სრული ჩაფლავებაა, ხო, საშინელება იყო. ვერც გოგოებმა და ვერც ბიჭებმა გააკეთეთ. ძალიან ცუდია. მოვითხოვ შემდეგ პოზას. მოვითხოვთ. კარგი, მაშინ შემდეგი და მესამე სკამი. კარგით, იმედია ამასაც არ გააფუჭებთ. კარგი, ეს მარტივია. ნუ ჩხუბო პატრიკ, ადვილია. ყოჩაღ ბავშვებო, გილოცავთ, ყველამ გააკეთეთ, ყოჩაღ. ჩვენ ძლიერები ვართ. კარგი, შემდეგები უფრო რთული იქნება. ახლა გავაკეთებთ სამკუთხედს. ჯონ და არტემ, ამას ვერ გავაკეთებთ რთულია. ამას გავაკეთებთ. არტემ, ამაში ჩავფლავდები. არა, არ წავაგებთ. პატრიკ, იცოდე თუ ჩაფლავდები, გცემ. ჯიჯი, მთავარი შენ გააკეთე, ჩვენ ამას გავაკეთებთ. აბა ბავშვებო, დაიწყეთ. ხო, ჩხარა გააკეთეთ. გოგოებო, ნამდვილად ჩაფლავდებიან. სმაილ, ისე იოგა, მაგრამ მომეწონა, შენ? ხო, მეც. არტემ, იმედი არ ამას არ გავაფუჭებ. არტემ, დაინახე? ჯული, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს. აწიე ფეხები. კარგი, ვცადეთ. ბავშვებო, ზოგიერთი მართლა კარგი ხართ იოგაში, ხო? სპორტი უნდა გააკეთოთ. ხო, ჩვენ სპორტი ვართ. და ჩვენ ჩირლიდერები ვართ. მიდი, შემდეგი. კარგი ბავშვებო, შემდეგი და საბოლოო არის კვადრატი. ამას თუ არ გააკეთებთ, ესე იგი ლუზერები ხართ. კვადრატი, არიდარდო კოსტა, გავაკეთებთ. კვადრატი, ნეტ არ გამოუვიდეთ. შეხედეთ, ამას თვითონაც ვერ აკეთებთ. მატრასი ზედმეტად მაგარია ამ პოზისთვის. დიანა, ჩავფლავდით. მთავარია არ ვაჩვენოთ. კარგი, თქვენი ჯერია. ჩვენ მშვენიერი კვადრატი გამოგვივიდა, ახლა თქვენი ჯერია. ლეილა, ასე ლამაზად იყუები. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაჩვენებენ, მაინც ჩაფლავდნენ ამაში. ხო, ამიტომ უნდა მოვიგოთ. მოდი. სმაილ, ნუ იცინ, ჩვენი კვადრატი ამაზე უკეთესი არ ყოფილა. მთავარია ვერ მიხვდნენ. კარგი, აბა ნახეთ ჩვენი კვადრატები. ხო, ჩვენი კვადრატები უკეთესი იყო. პატრიკს და მე გქონდა ყველაზე კარგი კვადრატი. არა, თქვენი ქულა იოგაში არის ნული. მაინც ძალიან ბევრი ვარჯიში გჭირდებათ. რა, თქვენ დაგვიძახეთ და თქვენ ვერ შეირსხვინეთ საკუთარი ხო, თავი. მხოლოდ იმიტომ, რომ კვადრატები თქვენნაირად გავაკეთეთ. ხო, და ჩვენი სამკუთხედები თქვენზე უკეთესი იყო. ხო, და თქვენ ათლეტებო გამოგივიდათ ცუდად. არა, ამას ჩხუბი უნდათ რა. ნასტია, დამშვიდდი, ჩვენიც არ იყო იდეალური. ლეილა, მაგას ვერ იტყვი, ჩვენ იდეალურები ვართ. ხო, იდეალურები ვართ და თქვენ ხართ ლუზერები. თქვენ ხართ ლუზერები.